დღევანდელი ჩვენი რენოვაციის სტუმარი იქნება ლალიკო მაღრაძე, რომელიც გამოირჩევა ნამდვილად არაჩვეულებრივი ფანტაზიით და გვაჩვენებს თუ რა შეიძლება გაკეთდეს გამოყენებული კონსერვის ქილისგან. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ლალიკო, მოდი მაყურებელს აუხსნათ და ჩვენც აგვიხსენი, რის გაკეთებას ვაპირებთ დღეს. ესე იგი, დღეს მე უნდა გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება მარტივად ესეთი კონსერვის ქილისგან შევქმნათ დეკორის აქსესუარი. აი, დიმა, ნახე როგორ გადაიქცევა ხა კონსერვის ქილა ულამაზეს ნივთად უყურე. ნახავ ხო, რატომ მემუქრები და თუ მომეწერება შევაკეთებ. ვიწყებთ კეთილბრას იმით, რომ ერთი მეორეს მიყოლებით ვამაგრებთ ესე წარეცხის ხის სამაგრებს. ესე მარტივად ვამაგრებთ მთელ სიგრძეზე. არა, უნდა მოვიდე და ვნახოთ. გიშდები ეგეთ რაღაცებს კეთებაზე. მიცემოთ. ავიცი რაში გამომადგება ჩემო კარგო. ძალიან ლამაზია და გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენს საწოთ აუცილებლად. აუცილებლად თან ესეთი მარტივი რაღაცების კეთება არის არაჩვეულებრივი. აი ეს. და რა არაჩვეულებრივია. ეს უკეთ არის. შემდეგი რაც დაგჭირდება არის ესეთი ფლორისტიკული ქაფი, რომელიც იყიდება აბსოლუტურად ეს ყვავილებს რო არ ჭორენ. ან შეიძლება თუ არ გაქვთ მაგალითად ესეთი ფლორისტიკული ქაფი, შეიძლება გამოვიყენოთ პენოპლასტიც. ფლორისტიკული ქაფი უნდა ავიღოთ, ეს მრგვალად დავჭრათ, რომ შიგნით მოვათავსოთ და ჩავარჭოთ შემდეგ ყვავილები. ძალიან მარტივად იჭრება, არაფერი რთული აქ არ არის. აი მე იკებანა გავაკეთე ამასობაში. აი რა კარგია. ეს მრგვალი ამოვჭერით და შემდეგ უნდა ჩავდოთ ამაში და ჩავამაგროთ ყვავილები. ძალიან ადვილად მაგრდება ყველაფერი. პატარა ყვავილდოჩკები. შეგვიძლია ასევე გავაფორმოთ ესე კანაფის თოკები, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომია ესეც. აი შეხედეთ რა არაჩვეულებრივი რამ არის. შვენიერია. აი მეორეც არის ხო? აი მეორე შეგვიძლია უკვე დაშლილი ხის სამაგრები დავშალოთ, ეს ძალიან მარტივად იშლება ესენიც. კი, გავაფუჭოთ. და უკვე ჩვეულებრივი წებოთი, ცხელი წებოთი შეიძლება სილიკონის წებო ან წებო მომენტიც ძალიან კარგად აწევებს. უკვე მივაკრათ ესე გარშემო. და იგივენაირად შეგვიძლია გავაფორმოთ. მე ეს უფრო მომეწონა, უფრო ადვილია. ესეც საკმაოდ ალბათ ძალიან მარტივად შეიძლება ისიც რომ ანუ ფლორისტიკული ქაფის გარეშეც მიწა ჩავყაროთ და ისეთი ყვავილი ჩავრგოთ, რომელსაც ძალიან დიდი ბევრი მიწა არ ჭირდება და მაგალითად ძალიან ლამაზი იები გავახმები. ნამდვილად აი მე ვერ ვივარაუდებდი ახლა გამოყენებული კონსერვის ცარიელი ქილა შეიძლება ასეთი ლამაზი რაღაცა დეკორაციის ნაწილად გავხადოთ. დაგჭირდა ამ ყოველფრისთვის გამოყენებული კონსერვის ქილა, ასევე დაგჭირდა ხის სამაგრები, სარეცხის სამაგრები, კანაფი, ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ფლორისტიკული ქაფი. ფლორისტიკული ქაფი. შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე ფლორისტიკული ქაფის მაგივრად მიწა და ამ შემთხვევაში ჩავარგოთ უკვე ბუნებრივი ყვავილები, ხო, ფლორისტიკული ქაფის შემთხვევაში დავამაგროთ ხელოვნური ყვავილები და ესეთი ლამაზი დეკორატიული ნივთი მივიღოთ სახში. აი გიჟდები. მე ამას წავიღებ ცოტა ხანი.